საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაშით 6-1 დაამარცხეს ქართველებმა სომხები. სომხეთის ეროვნული ნაკრები აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად ასეთი განსხვავებისა ანგარიშში მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა. სომხებმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩი უხმგოლიანიც იყო და სანახაობრივადაც საინტერესო. ჩვენი კორესპონდენტი ია სართანია ესწრებოდა მატჩ დინამოს სტადიონზე. მას მივცემ ახლა საშუალებას გაგვიზიაროს ის შთაბეჭდილებები, რომელიც ერევანის შემდეგ უკვე თბილისში ჩატარებულ ამ მატჩზე სუფევდა. გისმენთ. ესე იგი, ერთი წლის მერე ზუსტად საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ისევ გამარჯვებით დაბრუნდა. დღევანდელი შეხვედრა, როგორც აღნიშნეთ, 6-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები მიქაუტაძემ, დუბლი შეასრულა მიქაუტაძემ, ჩაკვეტაძემ, კიტეიშვილამ და კვარაცხელიამ გაიტანეს. კიტეიშვილის გოლი ავტოგოლად ჩაითვალა საბოლოოდ, თუმცა მაინც ჩვენს ანგარიშზე შენარჩუნდა ეს ბურთი. რაც შეეხება მიქაუტაძის დუბლით, ჟორჟ მიქაუტაძე გახდა მეორე ქართველი შოთი არველაძის შემდეგ, რომელმაც სანაკრებო ისტორიაში 20 ბურთის გატანა მოახერხა. 18 ბურთი იყო ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიასთვის. ამ წუთებში ჩვენ ველოდებით ფეხბურთელების გამოსვლას მიგზონაში და ისინი ამ წარმატებული მატჩის შემდეგ გააკეთებენ კომენტარებს. მე ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დარჩა და გააგრძელებს ერთა ლიგაზე ასპარეზობას. სექტემბერში ველოდება მსოფლიო საკვალიფიკაციო თამაშები. მე ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ მსოფლიო საკვალიფიკაციოზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან თურქეთი, ბულგარეთი, ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჯერ არ დაწყებულა, ხო? ანუ ამ გაზაფხულზე ველით თუ არა კიდევ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ან იგეგმება თუ არა ამხანაგური მატჩები? ჯერჯერობით ამხანაგურ მატჩებთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია, როგორც გითხარით, მხოლოდ სექტემბერში ველოდებით მსოფლიოს შესარჩევზე საქართველოს ნაკრების თამაშებს. კიდევ ჩვენს სომეხ მეგობრებთან რო ვითამაშოთ, ეს იდეა არ განიხილება? ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას არ გაუკეთებია კომენტარი, არ ვიცით მე ამხანაგურ მატჩებს გულისხმობდი ნახევრად ხუმრობით. კარგი. კი, მესმის. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არ არის ჩანიშნული. მადლობა, ძალიან დიდი დავემშვიდობოთ ია სართანიას. მივიღოთ, გავიზიაროთ ის სიხარული და სიამოვნება, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მოგვანიჭეს. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში ერევანში მიღწეული შედეგის შემდეგ, სადაც მატჩი 3-0 დამთავრდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარანტირებული ჰქონდა მოგების შედეგი. მათ მაქსიმალურად მოინდომეს დღეს მოედანზე და შედეგიც შესაბამისი არის. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ საერთო ჯამში 6+3 9-1 ერთო ამ ორი მატჩის ანგარიშების შეჯამებით ასეთი არის ანგარიში და აქვე აღნიშნოთ, რომ სომხებმა მართლა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანეს ჩვენი ნაკრების კარში. საბოლოო ჯამში გასაგებია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აშკარად აჩვენა, რომ აშკარად მისი კლასი უფრო მაღალი არის და ნამდვილად იმსახურებს კიდევ უფრო მაღალი კლასისა და დონის საფეხბურთო ნაკრებებთან თამაშს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ მხოლოდ შემოდგომაზე გვექნება მომდევნო ოფიციალური მატჩი ახალ შესარჩევ ციკლში. მანამდე კი B ჯგუფში ჩვენ ასე ვთქვათ მკვიდრად მყარა დავიმკვიდრეთ ასე ვთქვათ ადგილი. ასეთი იყო დღევანდელი საფეხბურთო მონაგარი, მონაპოვარი. ასეთი იყო შედეგი, რომელმაც ყველას საქართველოში ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ეს არის ის, რომელიც მათ შორის იმ იშვიათთაგან, რომელიც გვაერთიანებს და სასურველია, რომ ასეთი სასიხარულო მოვლენების გარშემო ყველანი, ასე ვთქვათ, სრულბედნიერებას გრძნობდეთ, ასე ვთქვათ.